სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ალბათ ძალიან პრაქტიკული არის და ძალიან საინტერესო სხვათა შორის. საქმე ეხება ბავშვების მონაწილეობას უფლის ტრაპეზში, ზიარება რომ ქვია. ზიარება რომ იცოდეთ ხომ, თუ თქვენთან ყოველ ჯერზე ყეთდება, მე რაც ვიცი, საქართველოში, არ ვიცი, რამდენ ხანში ერთხელ იხსენიებენ. და მე მგონი ბავშვებსაც აწმევენ ამ სეფისკვერს, რა თქმა უნდა ღვინოს არ დაალევინებენ და ფუნჩსაც წაუსვავენ, ხო ალბათ მირონი თუ რაღაც არ ვიცი როგორ ხდება ახლა თქვენთან ეკლესიებში, მაგრამ დასავლეთში აქ ხომ ზოგჯერ თვეში ერთხელ, ზოგჯერ სამ თვეში ერთხელ ხდება გახსენება, რაც უფალმა დაგვიბარა. აი აქ კითხულობს შობელი, ბავშვებს მონაწილეობა როდიდან შეიძლება დავაწყებინოთ? ბავშვები აუცილებლად ნათლობას უნდა დაელოდონ, სანამ უფლის ტრაპეზში მიიღებენ მონაწილეობას და იცით რომ პროტესტანტიზმში, ძირითადად პროტესტანტიზმში, ბავშვების ნათლობა არ არის მიღებული, ჩვილების ნათლობა. გარდა ზოგიერთი, მე მგონი პრესვიტერიანული ან როგორცა, რომლებიც ამბობენ რომ ეს არის არა ნათლობა, არამედ ბავშვების მიძღვნა უფლისადმი. ძირითადად პროტესტანტიზმში სანამდე ზრდასრულ ასაკს, შეგნებულ ასაკს არ მიაღწევს ადამიანი, მას არ ნათლავენ. ძირითადად. მე რაც დავესწარი და სადაც ვიყავი ეს. ხო, ძალიან ბევრი დენომინაცია, სადაც მე მომიწია შეხება. ესე არის კალვინისტებთან, ესე არის არა მარტო ბაპტისტები, არამედ ძალიან ბევრი დენომინაციები ესე იღებენ, რომ ნათლობა ხდება პატარა ბავშვი რო დაიბადება ჩვილი, მიძღვნა ხდება, აიყვანენ ხოლმე ბავშვს და დალოცავს პასტორი, მაგრამ არანაირად ნათლობის პროცესი წყალში დამარხვა და დაფლა არ ხდება. ეხლა ხანა ჩვენი ახლობლივი, როდესაც ეკლესიაში მოხვდნენ ზრდასრული ადამიანები, ზოგჯერ აუზია, ზოგჯერ პატარა რაღაცა ვანასავით შემოიტანენ და იქ უნდა მოხდეს მთლიანი დაფარვა. არა მარტო ბკურება, როგორც მე მინახია ახლა ზრდასრულ ადამიანებს როგორ უკეთებენ ნათლობას ხოლმე ზოგი რო წყალს დაასხავს თავზე. არა მთლიანად დაფარვა უნდა მოხდეს, დაფლობა. ჯონ მაკარტურთან ესე არის სცენაზე იხსნება სცენა და იქ არის სპეციალური ავზი, იქ ჩადგება პასტორი მთლიანად, სადღაც წელამდე წყალი არის. თეთრ სამოსებში არიან ადამიანები და ასევე პასტორიც და ისინი შიგნით აკეთებენ ამ პროცესს. ზოგს მიდიან მდინარეზე გააჩნია, სად არის წყალი და რაღაცა, ხო უხვად დასავლეთში, განსაკუთრებით ცხელ ადგილებში არის ეს მიღებული ხოლმე. დიდი ნათლობას აწყობა, კალამიცებთან გაუკეთებიათ ესეთი დიდი ნათლობა წყლებთან ზაფხულში. ხო, ასე რომ აი ეს არის ზრდასრულ ასაკში და არა ბავშვებში. ამიტომ აინტერესებთ ბავშვებმა ნათლობას უნდა დაელოდონ, სანამ ეზიარებიან და ტრაპეზში მიიღებენ მონაწილეობას. აი მოусმინოთ ახლა. გამარჯობა ჯონ, მე ვენდი იანგი ვარ, ვენდი ეს ქალის სახელია. შეგიძლიათ ბავშვებზე გვითხრათ და იმაზე თუ რა ასაკში შეიძლება მათ ზიარებაში მიიღონ მონაწილეობა. დაელოდონ თუ არა უნდა ისინი ნათლობას, სანამდე ზიარებას მიიღებენ? ჯონ მაკარტური პასუხობს. კარგი კითხვა, მადლობა ვენდი. ფიქრობ ეს ძალიან რთულია იმის გაგება, განსაკუთრებით ბავშვის ცხოვრებაში, თუ როდის აღწევენ ისინი იმ ასაკს, როდესაც ნამდვილად იგებენ თუ რა არის სულის ხსნა და როდის ხდება მათი რეალური სულის ხსნა, ანუ გონებით, ინტელექტით შეგნებულად იესოს მიღება როგორც მხსნელი და გაშინაგანება იმისი თუ რა გააკეთა იესო მათთვის. როდესაც მე ვაკვირდებოდი ჩემ 4 შვილს და მათ ზრდას, ისინი არასოდეს აჯანყებულან იესო ქრისტეს წინააღმდეგ. არასოდეს მათ არ გაუკეთებიათ რაღაცა ესეთი წინააღმდეგობა. მაგრამ მე არ მახსოვს, როდის გახდა მათი ბავშვური წმენა, როდის გადაიქცა გადამრჩენელ წმენად, ხსნელ წმენად, მე არ ვიცი. მაგრამ როგორც კი მათ მონაწილეობა მოინდომეს, ჩვენ უკვე მზად ვიყავით, რომ ისინი წაგვეყვანა და ზიარებაში მიიღოთ მონაწილეობა ნათლობამდე. და ფიქრობ, რომ გარკვეულ დონემდე უნდა ამაღლდნენ ისინი და მივიდნენ. მე მახსოვს, როდესაც პირველად მამაჩემთან მითხრა და რამდენჯერმე შემახსენა მე ეს. მე მითხრა, ჩვენ დღეს საღამოს უფლის ტრაპეზზე მივდივართ. გინდა რომ შენ წამოხვიდე? და ეს იქნება შენი პირველი შეხვედრა იესოსთან. ჩემი პირველი პასუხი იყო, იქ კიდევ სოია ხო არ გექნებათო, იმიტომ ჯონ მაკარტურმა გაიგო, რომ ეს არის სადილი, ვახშამი, გესმით? და სოია ბავშვებს არ უყვართ, იცით, ფიც რო ეძახიან და ეს ხშირად არის მათ სუფრებზე, ესე ვთქვათ, სტაფილო და სოია
ანუ ბარდა ხო მე მგონი ქართულადაც განუყრელი არის, იცით, ინგლისურ სამყაროში, იქ ბევრი არაფერი არ იყო ხოლმე ინგლისში, არაფერი არ მოდიდა კომბოსტო, ჭარხალი და ესეთი რაღაც ბოსტნეული და აი ეს სტაფილო peas and carrots გამოთქმაც არის, ხომ? როგორც სტაფილო და როგორც სოია, ესე არიან შეზრდილები. ეს გამოთქმაც არის ინგლისურ ენაში და ატყობა ალერგია ქონდა ამას. უკვე ბავშვებს ალერგია აქვთ, ხო, ესეთ იმეებზე ბოსტნეულზე და ეს ხო არ იქნებაო და მამაჩემ ეს რო გაიგო, მე ფიქრობ, ცოტა ხანი კიდე უნდა დაველოდო თუ ამის გაზდასო. ასე რომ ეს გაიხსენა ბატონმა ჯონ მაკარტურმა. ასე რომ რისი თქმაც მინდა ჯონ მაკარტური აგზელებს არის ის, რომ შესაძლოა დადგეს შესაფერისი დრო, როცა ბავშვს უკვე მივაღებინოთ მონაწილეობა, როდესაც ისინი ამას გაიგებენ. ფიქრობ, ეს იყოს შეიძლება სასწავლო, გარკვეული რაღაცა ვარჯიშის თვალსაზრისით. არ ფიქრობ მე რომ აუცილებლად თქვენ უნდა გახდეთ ლეგალისტები და თქვათ რომ არა, ნათლობამდე არ შეიძლება ამის გაკეთება. არა, შეიძლება აქამდეც მოხდეს ეს. ფიქრობ ეს იყოს შეიძლება რაღაცა პატარა სასწავლო ტრეინინგი, როდესაც ბავშვები იგებენ იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც მათ გულით სწამთ და გულით იწამებენ იესო ქრისტეს ზიარების დროსაც. მინდა თქვა რომ ძნელი იქნება უთხრა 7-8 წლის ბავშვს, რომელიც იტყვის მაგალითად, მე მიყვარს იესო, მე ჩემს გულში მოვიწვიე. მაგრამ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ მართლაც ეს ასეა 7-8 წლის შემთხვევაში, ხომ? და ჩვენ შეგვიძლია ზიარების მიცემის უფლება გავაკეთოთ, მაგრამ ის რომ ის რეალურად ხსნილია და ნათლობა გამორიცხული, ხო, მით უმეტეს ამ ასაკში, სანამდე ჩვენ დარწმუნებული არ ვიქნებით, რომ მათ გონებით მიიღეს ეს. ასე რომ კეთილი განზრახვა ქრისტეს პატივისცემა, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ მის სიკვდილს და აღდგომას, ხომ? მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს ამაში მონაწილეობა მიიღონ მათ ნათლობამდე. და მე ვფიქრობ, რომ მათი გულის განზრახვა შეესაბამება ღვთის განზრახვას და მისთვის მსახურებას. და ეს კარგი ინსტრუქციაა. და შემდეგ როცა ისინი მიაღწევენ იმ ზღვარს, იმ მომენტს ზრდასრული ასაკისას, როდესაც გადარჩენის რწმენა ეს უკვე რეალური იქნება, ხომ? უკვე ამ მსახურებას მათი უკვე სურვილი, უკვე ჩვეულებრივად უკვე დიდი მნიშვნელობა მიანიჭება და კარგად გაიგებენ უკვე მთლიანად ამის დანიშნულება თუ რას ნიშნავს გახსენება და აქ არაფერი სასწაულ ქმედებას არ აქვს ადგილი. ეს უბრალოდ არის გახსენება შეგნებულად, რაც იესომ გვითხრა, რომ ჩვენ გავიხსენოთ ის რაც გააკეთა მან ჯვარზე, როგორ დაღვარა მან სისხლი და თავის თავი გაიღო ჩვენს გადასარჩენად. კარგი კითხვა, მადლობა თქვენ ვენდი ამ კითხვისათვის. მადლობა ჯონ პასუხისათვის.